მიმახსოვრე რა, რომელია გასასვლელი და რომელია აბაზანის. კარი? ხო. რა დამახსოვრება მაგას? ეს არის აბაზანის კარი, ამას გააღებ. ამ კარებს ხო გააღებ? ცოტას გაივლით და გვხვდება წინ კიდევ ერთი კარი. იმ კარსაც გააღებ. შეხვალ, იქ და გვხვდება პატა, მისცე მოცდეთ და შეგიშვებ ტუალეტში რა. მოგწონთ? კი, კარგია. თან იცი რა აქვს, კარგი თვისება ეხლა აი ამას, ამ ყველაფერს. ელენე იცი, ნუნუ რო გამოვა ლიფტიდან, პირდაპირ ჩვენი კარები არ დახვდება, სახლის კარები. ჯერ აქეთ გაიხედავს, მერე იქით გაიხედავს და სანამ გადაწყვეტს თუ რომელ მეზობელს გაუფუჭოს დილა, მანამდე 1-5 წუთს მოვიგებთ. თუ გაგვიმართლა შეიძლება მეცაც. მართალი ხარ ლაშა, მართალი. აბა, რომელი შევა პირველი ჩვენს ახალ სააბაზანში? მე. ან შენ რატომ, ან შენ რატომ? აბა შენ? მე რა თქმა უნდა. კაი გაჩერდი. რა კაი გაჩერდი? მე შევა, მე. ლაშა, მოდი აქ. ისე აბაზანა უწინ უფრო კომფორტული იყო. რო გამოხვიდოდი, პირდაპირ გარეთ გახვიდოდი და ეხლა ოთახში მიწევს გამოსვლა და წუხდება კაცი რა. რა შეწუხება ბატონო პროფესორო, არა. არა, თქვენზე კი არა, მე ვწუხდები. როგორ ხართ ბატონო პროფესორო? თათია როგორ არის ხო? რა ვიცი, უნდა დავშორდე რა. ამ ბოლოს გასუქთა და მუცელი გაებერა რა. იან გასუქდა, ორსულად არის და მაგიტომ. მართლა? რა კარგი, მაშინ არ გავშორდები. თათიას თქვენთვის არ უთქვამს რომ ორსულად არის. კი, რაღაცას მეუნებოდი. კარგი, წავედი, დიდი მადლობა. კარგად. არაფერს. მოდი ახლა ამ თემაზე არ გვინდა საუბარი. მართალი ხარ ლაშა. უი, ლაშა, იცი რა მაინტერესებს? სადაზღვა რა გადაწყვიტა? მთლიანად ანაზღაურებს კაფეტერიის რემონტის ხარჯებს. კი, მთლიანად და უფრო მეცაც ელენე, ვიდრე ვალდებულება ქონდა აღებული. რატომ? ნუნუ მუთხრა რომ კაფეტერია რო დაიწვაო, იქ ქონდა მთელი ჩემი ოქროულობაო და ისადე ჩემს მე მგონი მუშებმა ნაგავთანათაც ჩემი წიგნების გადაყარეს. აუ რა ცუდია. ნუ ნერვიულობ, ნიკა, მე შევინახე რო არ დასვრილიყო. მართლა? აუ რა კარგია. დედა, არ მიცხადა აბა მე თუ ვიპოვი. აბა სად არის წიგნები? ნეტა სად არის? აი ვეძებ. ძალიან სუდადა ვარ რა, ძალიან სუდადა ვარ სულ აი ამ დამწვარ კაფეტერიაზე მეფიქრება და აი მე და თეკლავ რამდენი ვიწვალეთ ელენე რომ რაღაცა გაგვეკეთებინა, მაგრამ აი უცებ ხანძარი ბრახტა რა ვიცი. აბა ლაშა, ძალიან წუხვარ, ძალიან, მაგრამ არა. რა არა? ამ სახლში გოგოს არ ამოიყვან. მე წავედი. სად მიდიხარ? სუსტად არ ვიცი, ან გარეთ, ან სააბაზანოში. არ ვიცი. უი, თურმე ტუალეტში მივდიოდი.
თეკლა სახში ხარ? მომისმინეში სამსახურში არ წახვედი? ჰა? კარგი პატარა, ნუ დამცინი, ხო ხედავ ცუდად ვარ. კარგი ხო არ დაგცინი თეკლა, ხო არ დაგცინი, მაგრამ ერთ კაფეტერია როგორ დაგეწვათ ერთი მითხარე კაფეტერია როგორ დაგეწვათ როგორ დაგეწვათ კაფეტერია აი მითხარე ანდაქსი ეკითხები ხორა იყო როგორ პასუხი გამეცი კაფეტერია როგორ და ხაჭაპური ხო არ არის კაფეტერია როგორ დაგეწვათ რა ხალხი ხარ თქვენ მითხართ არ ვიცი კარგი პატა გეყოფა ო კაი მეყოფა ხო ძალიან არ დამწვარი ისე? არა, რატო გეკითხები ისე ახლა? რა ვიფიქრე ისე, აი დაუშვათ, მაწონე რო წაუსვათ ამ კაფეტერიას. აი, კონსულტანტო გადაუსვა, არ უშველეს ვითომ, ჰა? კარგი პატარა, რა სისულელეებს ლაპარაკობ, ხო ხედავ ცუდად ვარ. ხო და ცუდად რო ხარ, თქვენი შენი ბრალია, მე რო არ ამიყვანე სამსახურში, უარე რომ მითხარეთ. ნუ რო აიყვანეთ. ცეცხლივით ქალე, აჰა, ცეცხლი. ცეცხლივით ქალე. პატა არ მოგბეზრდა? შენ არ მოგბეზრდა მთელი დღე სახში რო ზიხარ, უხასიათო და მეც რო გადამდე ეგ ხასიათი? ადექით, ეკლა გავიდეთ, ჩვენერი ამინდია, გავისეირნოთ, რაღაცა გული გადააყოლე, წამოდი გავიდეთ აივანზე, კაცები არ ახსოვენ, ხახვები ვესროლოთ, არა? მართალი ხარ, არ გვინდა მართალი ხარ, აიღებენ და არახს მიაყოლებენ, არ გვინდა მართალი. ალო ხონია ხო ლაშა ვარ მომისმინე ცოტა ხანში დაგირეკავ ცოტა ხანში და გეტყვი სად და როგორ უნდა შევხვდეთ ხო კარგი ლაშა მოდი ჩაი დავლიოთ ხო კი ელენე დღეს მიდიხარ შენ სადმე კი ნიკას სკოლაში მიდის მე სამსახურში სამსახურის მერე შეიძლება ნიკას გავუარო და დიდოსთან ერთად ვისადიოთ დაგვპატიჟა შეიძლება ზონდა აგოთ ურთიერთობა ელენე შეიძლება კი რა უცლებოდ უნდა წახვიდე და რაც შეიძლება დიდხანს შევხვდე და დიდხანს იყოთ ერთად აბა შეიძლება დამღუპა მე მართალი ხარ ლაშა მართალი სამსახურის მერე პირდაპირ სახლში ხო არ მოვიდე და აქ ხო არ დავპატიჟო ჰა ყველა ერთად ვიქნებით უფრო კომფორტულად არა ელენე არა ეხლა ესეთი სიახლოვეც არ შეიძლება ცოტა დისტანცია დაიჭირე ქალი ხარ და თავი უნდა დაიფასო უდისტანციობამ დამღუპა მე ხო არ ვიცი ზუსტად არ მაქვს არაფერი დაგეგმილი ეგ არ არის კარგი არ შეიძლება ელენე უნდა დაგეგმო მე უნდა დაგეგმო და ისე უნდა არა დაუგეგმაობამ დამღუპა მე ოთხი ნიკა მიდი რა იქნებ სკოლაში რამე დააშავო და დაიბარო დედაშენი და რაც შეიძლება რომ დიდხანს რო ლანძღონ აი ისე რომ დააშავო არ გამოალაშაბეთ და დირექტორმა გადაწყვიტა რომ ჩემი მშობლები აღარასდროს აღარ დაიბარო რატო და ჩემი მშობლებს რო იბარებენ და მე ხომ მიმყავს ხო და მე ერთი თვე მასწავლებელს მეცოლები და კარგი ნიშნებს მიწერენ არაფერში არ გამოადგები კაც დე მორჩი მე და წავედი მიდი გამზადე და წავიდეთ ღია კარი შემოდით ნუ გიცნობ ისე გაგიკეთებიათ რა იშოვეთ ასეთი ძალიან კარგია წონთ კი იმას ჯობია რაც იყო ის საშინელება მადლობა როგორ ხარ ლაშიკო კარგად ვარ კარგად როგორ იქნება შესაძოდაო ეს რა დაგვემართა ვაიმე რა დაგვემართა სულ კაფეტერიაზე და თქვენზე ვფიქრობ კარგით ნუ ნერვიულობთ ქალბატონო ნუ სადაზღვა მთლიანად ფარავს თანხას ხო ყავა დამისხრა ჩაი თუ ყავა ყავა 4 ჩამიყარე შაქარი და არ მოურია ხო თქმელი არ მიყვარს მითხარი ძალიან თანაზღაურებს? კი, აბა. დედა, ესე იგი არ ვინერვიო, ხელფასი გვექნება, ხო? კი. დედა, რა კარგი, ესე იგი მომეცი ჩემი ხელფასი და წავალე ხა სახში. არ ვიცი რა მერჩენია, წინასწარ მომცეცი ლაშა. რა ვიცი რა მე არ დაგემართოთ კიდე თქვენ ისეთ უბედურები ხართ. მაგარი ანეკდოტი უნდა მოგიყვე ძალიან მაგარი ანეკდოტს მოგიყვები ერთხელ მოგიყვები თუ არ მოგეწონა აღარ მოგიყვები ერთხელ მოგიყვები მაგარი ანეკდოტს ძალიან გეხოცები ერთხელ მომაყოლე ძალიან მაგარი ანეკდოტია ო მოკლედ რა ხდება ახლა
ძალიან მსუქანი კაცი წარმოიდგინეთ, ძალიან მსუქანი კაცი შედის სახინკლეში რა. ხო და იმას ეუბნება, მიმტას ეუბნება, რომ ისო მე ღორი ვარ და ასე ხინკალი მომეცის. ხორი პატა, ეგრე არ არის ეგ ანეკდოტი. არ არის ეგრე? არა. აბა როგორ არის? როგორ და ადამიანი შედის სახინკლეში. ხო, ამსუქანი რა, ხო, გასაგებია. ადამიანი შედის სახინკლეში და ეუბნება 99 ხინკალი მომეციო. მერე მიმტანი ეტყვის, ბარე 100 აიღეო. მერე ეს პასუხობს 100 რა მინდა ღორი ხომარო. ვა, ეს რა მაგარი ვერსია, მაგრამ აბა იმაზე რატომ ეცინებოდა ეხლა მე რა ვიცი. არადერი ჯობია ფაქტია ეხლა ჯობი. თეკლა. მე ვიცი ეხლა შენ რაც გაგამხიარულებს თეკლა. პატა, კვერცხები არ მოათრიო. არა თეკლა, რა კვერცხები საიდან მოიტანი აბა? აი სავარცხელი, შენი საყვარელი სავარცხელი თეკლა შეხედე, აი გახსოვს ნახე კოტება ბრულოშებს ივარცხნდა ხოლმე, შეხედე ნახე როგორ. ხო მაგარია. კარგი, პატა რა, დამანებე თავი არ მინდა გამხიარულება. არ ვიცი ხო, აღარ მაინც და მაინც ჩვენი კაფეტერია დაიწვა, დამწორიყო რამე სხვა გვერდით. საბავშვო ბაღი? პატა. აბა გვერდითო და რა ვიცი ეხლა. კარგი რა თეკლა რა მართლა ბოლოს და ბოლოს მომბეზდა რა მთელი დღე ზიხარ ესე სახში და უხასიათოდ ხარ და ან რა ჩამოგიშვენ ცხვირი ისედაც რა იყო რა ჩამოგიყრეს ყურები ვერ გავიგე რა იყო სადაზღვამ ხო ანაზღაურა ის ზარალი ხო შიგნით არიყავით გადარჩით ყველანი უნებლად ხარ და რა არის კაფეტერიის გულისთვის შეიძლება ამდენი ნერვი კაფეტერია რა თეკლა კარგია მოგივიდა რა არის ვერ გავიგე პატა მართალი ხარ აი აღარ ნერვიულობ დავწყარ ხო ხოდი ხასიათი დარწმუნებული ხარ დამშვიდი კი ხო ხო და მიდი ხა მე გემრიელი საჭველი მომზადე მიდი კაფეტერია თეკლა გემრიელი მიდი ეხლა კვერცხი შემიწვი ოღონდ არ დაგეწავს თქვენ რო იცით ხოლმე ისე ეხლა მიდი იკა დაემზადე და წავიდეთ ხალხო რა არის იცი ვიფიქრე მე კაფეტერიის დაწვაზე და ნამდვილად ჯადო გაქვთ გაკეთებული კარგი დრანული ბიჭოლა ჯადო რა ჯადორი ჯადო ყვილა დაიწვა კაფეტერია ყვილა როგორ დაიწვა მოკლე ჩართვა მოხდა და დაიწვა აი მე ლაშაკ ჯერ რა შენ ახლა მოკლე ჩართვები რა გიპასუხოთ არ ვიცი კარგით რა ქალბატონო ნუნუ რა ჯადო ელენე რო დამიყენეს ეს Wi-Fi-ები აი მაგის ბრალია ყველაფერი რა აბა რა გონია შენ მაგით არცელებენ ყველაფერს მოისპო ქალაქი თბილისი აღარაგას არ მჯერა ამ ჯადოების ნუნუ ბიჭოლა და აი მე ლაშა შენ მაინც როგორ არ გჯერას 4 ცოლი 4 თოლს გაეყარე მსუქანი ხარ და თან ვერ გაიხარე კარგით ბატონო კარგით აი სად არის აბა მოუძებნოთ ეს ჯადო არ ვიცი სად არის მაგრამ უნდა ვიპოვოთ აუ და რო იპოვით მაჩუქეთ ტატოს უნდა გაუცვალო ზაზუში შენ მიდი ის წიგნი იქ რომ დამალე აიღე და წავედით ხო მიდი კარგი რა დედო ეს ხო არ არის ჯადო არა ნიკა ეს არის და არა ნიკა ეს ფრიდონის გასაღებია ჩვენთან დატოვა ერთი აქ იყოს მეორე მე მექნებაო ხო მესმით ხა შეთან იყოს მაგრამ მე უთხარი სახში ადგილი არ მაქვს მაგისა და შენ კონდეს მეთქი მაჩვენია ერთი მაჩვენე უი რა კარგია თეთრა ლამაზი ჯადოა არა შვილო ლამაზი ბრელოკია ეს არის ფრიდონის გასაღები აი მე ლაშა ხო ხო მე მექნება და მიცემული რა აი მე ხო კარგი ხონდეს წავალ ხა მე თეკლას და გავაფრთხილებ ჯადოზე აბა კარგად ხო კარგი წავედი და საით გავიდე ვეღარ გავიგეთ აკეთ აი ნახვალის რა არის ხლა ეს ნიკა როგორ შეიძლება ეს კაი ნიკა წავედით ჩვენ
და ჯადო რომ გვაქვს სკოლაში სიარული შეიძლება? კი, ნიკა, შეიძლება, წამოდი, წავედით. წახვედით ხო თქვენ? წავედით. კარგად. ალო, ხო ნია, მე ვარ. ლაშა. ხო, ნია, მოკლედ მე შენ მოგწერე ხლა მისამართს და ერთ საათში შევხვდეთ, ხო? კარგი. არა, ვერ კითხა. რა გაცვია? მე რატო წვიმს გარეთ? კარგი. ბოშიბო სახში ხართ არ დავაკაკუნები ფიქრი არ ეძინოთ მეთქი და არ გავაღვიძოთ ხო და კი სახში ვარ ხო როგორ გემართა რა არის პაპარაო გამოჯიბოთ როგორ ზანდებით აი სამწუხაროთ აი ესე არ გვეძინა სამწუხაროთ და აი როგორ მიხარ დავზანდით მადლობთ ხო და რაიცი თეკლა რა დედა აუ რა მიწია აი მე თეკლარას ვამბობდი მე მიწია იქით რა ვერ ვეტერი ეხლა რა ვქნა თეკლარას ვამბობდი ხო როგორ ახარ ჩემო კარგო დედა რა დაგვემართა ეს რა დაგვემართა სხვათა შორის იცი მე გული მიგრძნობდა ვიცოდი ის ადენები ნაპერწკლებს რო ყიდა რაღაცა ცუდი მოხდებოდა მაგრამ რას ისად მოიცა თუ იცოდით რატომ არ გითხარით ვიცი რა მნიშვნელობა ქონდა იცი რაც მოსახდენია მაინც მოხდებოდა რაც გიწერია იმას წინ ვერ აღუდგები ხო რა ვიცი მთავარია რომ დაზღვევა მაანაზღაურას არალი და კაფეში უკვე დაიწყეს მუშებმა რემონტი კი ვიცი ვიყავი ჩასული რაღაცა ვერ ვეტევი კარგად მიიწია ვიყავი ჩასული კი და ვნახე რაც გადარჩა ყველაფერი ჩემთან ავიტან ვიფიქრე ხელი არ შეუშალოს მეთქი სკამები მაგი და ჭურჭელი თურმეცი უკან მებრუნება არ ვარ გაძველი ახალი უნდა იყიდოთ ხო შევედი ლაშასთან და ლაშას უთხარი მე ვიცი როგორ დაიწყო თქვენი კაფეტერია და ლაშას დამეთანხმა ხო მეც ვიცი მოკლე ჩართვა იყო და დაიწყო კარგი რა თეკლე რა ჯადო გაქვთ გაკეთებული ჯადო არ გჯერა ჩვენ ჯადოების ჯადო არა ეს კიდე ხმა არ გავიყო შენი ესე იგი ადრე ელზასთან სახში ჯადო ვიპოვეთ ხო და იმის მერე ელზას კარგად სწავლიდა საქმე მაგის შვილს 10 წელს აძლევდნენ და 8 წელი მისცეს კატაყავდა დაკარგული და დაუბრუნდა სახში მოკლედ გაკეთებული მეს ვიცი არა საინტერესოა საიდან უნდა შემოსულიყო ეხლა ეს ჯადო დავიჯერო შეიძლება სადარბაზოში იყო ხტოდ მე ფეხი ჩავდგე და შემოვიტანე სახში არ საიდან უნდა მოსულიყო ეს ჯადო ან შეიძლება თეკლას იმხლად თვები აქვს თვებში ყავს ჩაბუდებული არ ვიცი ჯადოს გარშეცენ ვერ ახარ კარგად რა ხო კარგით ნუ დაუშვათ ჯადო გვაქვს რა უნდა ვქნათ რა უნდა ვქნათ და სწორედ მაგიტომ მოვედი უნდა მოგიხსნათ მოიცა თქვენ ხსნით ჯადოებს? კი, როგორ არ ახსნი? კი, მე კიდევ კარგი მიხვდი. ესე იგი, ხსნი, ადრე ბიოდენებითაც მკურნალობდი, მაშინ ვერაზე ვცხოვრობდით. მართლა? და კლიენტები ყავდათ? უამრავი, ჩემ ემზარს მოსკოჩეს კი უყიდე. და მე გამოვიქეცით იქიდან აღარ დაგვედგომებოდა და. ნუ დეიდა, ესე იგი ჯადოს მოხსნაზეც ფული უნდა გადავიხადოთ? არა, ჯადოს მოხსნაზე არა. ისე სიმბოლური თანხა რაღაცა 200-300 ლარი რა თქვენ ავტონო კაის წეგად რო თქვით ლაშა დამეთანხმაო ანუ მოხსენით ჯადო ლაშას კი რო შევედი ისეთი მოღოშულიყო ცხირპირი ესეთი ჩამოღოჟეთი ქონა ჩამოღვენთელ და უთხრე რომ მოხსენით თუ არა მაშინე გამხიარულ და კარგხასიაძე დადგა და მითხრა ნუნუ ბიცოლა ხელფასი უნდა მოგიმატოთ რომ მიხვალ გაახსენე რა ხელფასი კარებში ვნახე. ფრიდონ, რომ ჩამოეთრევი, მაღაზიაში ჩაეთრიე და ვალი ჩაუთრიე. ნუნუ. ფრიდონი ვინ არის? მე ვარ ფრიდონი. მე ვარ ფრიდონი, კი. აი ხომ იყო ლაშა გიორგი. მე ვარ ლაშა ფრიდონი. მოდი, შემოდი. აი ეს არის ჩემი სახლი. ეს ოთახები. აქეთაც ოთახია. როგორც სახლებში არის ხოლმე ოთახები, აი ისე. სწორედ ესეთი წარმომედგინა შენი სახლი? უამრავი წიგნით.
ეს იცი რატო დამრჩა ესეთი ცოტა წიგნი. საერთოდ როცა ვკითხულობ წიგნს, მე ვაგდებ ხოლმე, რომ მაინდა-მაინც ესე გავლენის ქვეშ რომ არ მოვექცე. ეს რა არის? ლენინ. არა და ეს წაკითხული მაგ რატო დავტოვე აქ? ხო. აი ეს არის ჩემი საყვარელი დივანი. ძალიან მიყვარს ეს დივანი, ესე რომ მოვდივარ ხოლმე სამსახურიდან, ესე რბილად ჩავეშვები და მავიწყდება ყველაფერი. რბილად უნდა ჩაეშვება დროს. მე გავალ რამეს მოვიდა, ხო? იცით, იქნებ რამე დასალევი გქონდეს. დასალევი. კი, აგერ გულის წვეთები მაქვს და ხელის რა კარგი იუმორი გაქვს. აი, ვიპოვე რაღაც, ვიპოვე. აი. ეს არ გამიგია, რამე ახალია? Sovetskoe шампанское. Советское шампанское. როგორი პოეტურია. რამე სხვას მოვძებნი. ლაშა. სააბაზანო სად არის? ჩემ სახში მე ვერ გამიგია სააბაზანო. საბაზანო აქეთ იქნება, ან აქეთ, ან რა ვიცი, პატარა სახლია მოძებნის შენ თვითონ. აბა თუ მოძებნი. კაიკეცი. პოვნა ძალიან კარგი. ლაშა. ხო? საბაზანოში საეცხია. და ამოგირიცხავ. არა, საჭირო არა. კარგი რა დათუნია. კარგი, მეძახი. წინდები, ტრუსები და მაისურები. არ გინდა არა. და მიხედავ მაგას. შენ ჩაეშვი ფრთხილად ნელა. ხო, მე მაღაზიაში ჩავალ, რაღაცებს მოხდათ, ხო? კარგი. დათუნია. ნუ მაკეთებ ეგრე. საბაზანოში შევალ. აბაზანაში კი ბატონო. ხო იპოვე. მაღაზიაში ვალის დაბრუნება არ დაგამწყეს. ხო, ლაშა ფრიდონის. ეხლა წარმოიდგინე ეს მოვიდა ლაშას მოხსნა მანამდე ჯადო. ეხლა ჩვენ უნდა მოხსნას ეს ჯადო. ეს მე მგონი აგროვებს და ყიდის მე ამ ჯადოებს. რა თუნდა შენ კი ხაი ჩვენ დასახმარებლად რომ მოსული არც მე ამჯერ რაღაცებს გვაქვს არ დაუ რა ჯადოთ ეგ რა არის იცი ბავშვებო სპეციალური მიქსტურა უნდა მოვამზადო იმას დაგალევინოთ და ჯადო მოგეხსნებათ ხო პატა დამჭირდება ხა ესე იგი შავი წიწაკა ხახვი მარილი და კარტოფილი რა არის ქალბატონო ლუკა ჯადოა თუ სუფხარჩო რა ვიცი ხაი მოდი არა მიქსტურა ნუ კარგი დახო მოძებნე შენ თეკლა მოდი ხა მე შეგიტყვი როგორ უნდა მომზადდეს ეს ესე იგი ხახვი წიწაკა და შავი პილპილი უნდა მოვხარშოთ ნახევარი საათი ყვავის ფეხთან ერთად მე ამას უნდა დავუმატოთ კარტოფილი და ბაყაყის თვალი აი ეს არისო იცი რა ცოტა სოდასაც თუ ჩააყრი ვისაც დაალევინებ იმას შეუყვარდები და ცუდი გემო არ ექნება ალბათ არ ვიცი ემზარს არ მოეწონა სამაგეროთ მე მოვეწონე ქალბატონო ლუკა ეხლა გისმენდით და იცით რა ყვავის ფეხი გვაქვს ფიზიკურად კი მაგრამ აი ხახვი და კარტოფილი არ გვაქვს და მაგრამ ეგრეთ გამოვა ეს მიქსტურა არ გამოვა ყვავის ფეხი კი ბატონო ბაყაყის თვალებსაც ვიშოვით მეზობლებში სადმე ხო შელოცვითაც ვიცი ეს შელოცვით კი მაშინ ეგრეთ ჯობი შელოცვით ჯობი კი ბატონო მოდი დაჯექი ხო შენ შელოცვით საინტერესოა აი დაჯექი აბა ისმიდე დიახ აურა კი ძალიან მძიმეა ვერ გაგვაქვს იმ სიმძიმეა ჩვენ საიხო ხედავთ ეს თეკლა დედა როგორ დატვირთულია აურა გაქვს საშინლად ხო რა ვიცი მე რაღაც ვეუბნებ და რა ვიცი სურდო მაქვს ალბათ და ვეუბნებ აი ეს ხო ანუ ეს ეხლა თქვენ რასაც აკეთებთ გვიშველის ხო ეს რაღაც მალე ხე პატა შენ ვერაფერი ვერ გიშველი შეუბედურო შენ ეს ქალბატონო უკა ეხლა ძის რო ყრით ამას გითხარით მაინც გადავყაროთ დავტოვოთ საერთოდ თუ რა გავაკეთოთ ვერ გავაკეთოთ მაშინ კუთხეში მაინც მიაგდეს ამ ერთიანად რომ მე გამოგვარდა საერთოდ ისა ძიმია როგორ მომენატრე
როგორ მომენატრე ჩემო სახლო როგორ შენ არ მოგენატრე მოდი დათუნია არ მომეკარო თორემ ვიკივლებ შენ არ მომეკარო თორემ მე უფრო ვიკივლებ ხალამაზი ქურდი ხარ სირცხვილით პატრონშიც ვერ მეკავ აი ქურდი მე კი არა თქვენ ბრძანდებით სხვის დაუკითხავ ჩემოხედით სხვის სახლში რა სხვის სახლში ჩემი სახლია არა ეს თქვენი სახლი აბა ვისია ჩემი თუ არა ძალიან კარგად იცით ვისიც არის და თუ არ იცით ახსნას არც დავიწყებ ვაცა რა უფლებით მელაპარაკებით ასე ჩემ სახლში აი ამ ტონით თქვენი სახლი არ არის ფრიდონი ნია სასიამოვნოა ეს მართლა ჩემი სახლია ხო და თქვენ მიხართ იცით მე ლაშა ტორონჯეზის მოყევი ლაშა დიახ რა მაგარი კაცია ლაშა იცოდა რომ ჩამოვდიოდი და სიურპრიზი გამიგეთა მადლობა ლაშა მადლობა უკაცრავად არა თავია შემეშიდა ხო ვიცით ვიფიქრე ახლა ჩემსა გარყობნაში ნუნუ მღوار გააქირავ ეს აღნი მეთქი არის მე ისიც მე დათუნია არ ვარ ვეფხვი ვარ მე ლაშა მალე მოვა ლაშა არ ცხოვრობს აქ რამაც აცხოვრობს ოჩახ ლაშა პირდაპირ ძალიან კარგი მაშინ ლაშასთან გავა არ მოიწევ ასე პირდაპირ იქეთ უმაში ცხოვრობს პირდაპირ შორს ცხოვრობს ლაშა არა უშავს ჩავიცნებ და წავალ აი სანამ წახვალთ რამე ხომ დაგველი ბავშვებო მთავარია რომ თქვენ გრძნობთ ჯადო შესუსტა ხო? კი რა თქმა უნდა ხამტო მარტო გრძნობთ კი არა მე ხედავ კიდეც უკვე მე მგონია ესე კიბეებით ჩაი არა ესე ქვევით გაიქცა არა სერიოზული ხარ პატარა თეკლა მოდი შენ გეტყვი თორე ეს ცოტა ვერ არის ხო ის ჯადო უნდა 4 ჯერ მაინც უნდა გამოლოცვა იცით ბეში ერთხელ ხო რა თქმა უნდა აბა 5 ჯერ ძალიან ზედმეტი იქნება ხო არა 5 ჯერ არა და იმის შეხსენება მე მგონი აღარ არის საჭირო რაღაც სიმბოლური თანხა 200-300 ლარი რო ეხა ეს თქვენზე არა რა თქმა უნდა ეგ გვახსოვს მე მახსოვს ძალიან კარგად თეკლა შენს დაიმახსოვრე მაინც იცოდე რომ ესე იგი შემდეგ თოში გვექნება წყალი გაზი და ჯადო ერთად გადასახლები ხო ხტები და ეს დაიმახსოვრე რა ხო აი ინტერნეტმა და ამ სკაიპებმა სულ აგირიათ ტვინი ამ ახალგაზრდებს რა სათხარ მოფრინავ კი არა მაგრამ დამელოდე ეხლავე მოვა ოჩე ეს ახლა ფრიდონის სახლიდან გამოვიდა ხო? ხო. ფრიდონი ნახე რა. რა სულელო ალბათ ნათესავია რა სამ. ნია უკაცრავად ნია ეს დაგჭა ნია ამას ვაჩვენებ მე ხედავ შენ ნათესავია სისხლი და ხორცი ეთქობა ხო დედა ეს როგორ გამიბედა წარმოგიდგენია უკაცრავად მეზობლებო ეს კი მოგესალმეთ როგორ ხარ არ მომეკარო არ გადამგოსო გადიაკედა ბატონო ფრიდონ ისე რა როგორ ხარ როდის ჩამოხვედით ნახევარი საათია ნახევარი საათია ხო ნუ ახლა ჯანმრთელობის ხრივ როგორ ხარ თუ არ გეტყვით რა გაჩვენე ბავშვი არ მოუყვებიჭო შედი სახში და შემოვალ მე გაჩვენებ შენ შედი ოდიში კაი ნახონდეს დროებით არაფერი არ მოყვეთ და ეს რა იკადრა ხედა ის ნუნეი და ბატონი ფრიდონიც ხომ არ არის გამოსალოცი არა თეკლა მე მგონი გამოსალანძღია კარგად წავალი ხა მე მაგას ცოტას დავისვენებ და მე მეცი კარგი ნახონდეს იცი როგორ შემეშინდა ის უცხო კაცი რომ შემოვიდა ხო აბა იქნებოდა მაგრამ ხომ გითხარი ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო ჩვენი არის ის სახლი უბრალოდ იყო ყიდით მაგ სახლს და ჩემ მადამ გაყიდა გუშინ და ჩემთვის არ უთქვამს ხო ხდები არა უშავს ეს სახლი უფრო მოწოს მეც
თან აქ არავინ არ შემოგვივარდება, არავინ არ შემოწუხებს. ლაშა, რა ხდება? კაჯაიები გვერდით სადარბაზოში ცხოვრობენ, ხო? შენ ჩემი თანდასწრებით გაანძღავ ლაშაბიძიას თუ ავიდეზევით? ახლა ვიაგიხსნი ყველაფერს, ელენე. ლაშა, ამიხსენი რა ხდება? ვინ არის ეს გოგონა? ვინა და ეს არის ნია არის ეს ჩემი საცოლე. ხო, გაიცანი ჩემი და ელენე, შესაბამისად ჩემი დიშვილი ნიკა. ხო. სასიამოვნოა. ლაშა, მოდი ერთი წუთი აქ. ნია ხო ვერ მოვა ხო? ლაშა, რას მაიმუნო, ბიცოდი ხთ გოგო მიყვანე, ხო? რას მაიმუნო, ელენე, რა ვიღაც გოგო, რას ქვია, ვიღაც გოგო ამოვიყვანე, ვიღაც გოგო კი არა, სირცხვილი ახლა სარდლოსთან. ლაშა, რა მაგალითს აწლო ნიკას. გამაგიჟებ თქვენ მე რა გეუბნებით ცოლი მომყავს მეთქი რა მაგალითს აძლევთო არ მომყავს კიდევ და მაინც რა მაგალითს აძლევო და ამ ხელა კაცი ხა გეოგრაფიის სასწავლად მე დავჯდები მე ლაშა ესე იგი მართლა ცოლია? კი არა და ცოლად მოყავს? მეხუთე ცოლი მომყავს ელენე ლაშა მეხუთე თუ 2012-2013 წლის სეზონის ცოლია სირცხვილია სარწმოსთან ლაშა აჩერდი ახლა ელენე ახლა სიცხვილი არ შეგამჭირიოს ადამიანმა ახლა უყურებია ბოდიში დეიდა წერან თქვენზე ცუდი რაღაც ვიფიქრე ისა თქვენ ბევრი ფული გააქვთ არა აბა მამა თქვენს აქვს ბევრი ფული ნიას ბიცოლას ეჩქარება მე გავაცილებ და მოვალ ნახვამდის ეს გოგო აქ რას აკეთებდა? ეს ლაშა საცოლეა, ნია. საცოლე? ხო. მეხუთე ბიცოლა მეყოლება საიუბილეო. ნიკა დედკო, წამოდი გაკოთილები ჩამავარე. ბოდიში ახლავე მოვა. წავიდნენ? რა მოხდა რა ხდება რა ვაიმე პატა ეს გოგო ის არის ფრიდონის სახლიდან რომ გამოვიდა და თურმე ლაშა საცოლე ყოფილა ვაიმე ხო მაგრამ ხა რა მოხდა რა მოხდა ბიჭო რა უნდა ფრიდონის სახლში ლაშა საცოლეს ტყუპარ სახლი შეეშალა შევიდა ფრიდონთან და ეხლა გამოლაპარაკა და დარჩა ცოტა ხანი რა შეიძლება რა მოხდა ხო და შემთხვევით ბიუსტალტერი დაუვარდა ხო როგორც ხდება ხოლმე ხო ხო ბები რა ხო რა ვიცი მე რა ხო აიმე დედა ჩემი სიკვდილი რატომ ვარ ცოცხალი რატომ მეხი არ დამეცემა და არ მოკვდები ადგილზე არ გამაფრთხობინებს სულს ეს რა გავიგე პატა დედა მეხი დამეცეს და აქვე დამთავრდეს გასაგებია ხო ამას მე ვერ გადავიტან მე ხო დამეცი აქვე და დამთავრდეს ყველაფერი ბატონო უყურე ერთი წუთი რა წუთი შეიძლება ზოთა იქით გადადით მართლა არ დაგეცადეთ რაგილო შენ რაღაც გეშიდო შენი ნერვები არა მაქვს რა მე მაქვს ნერვები ცაწყაბი ლაშა ეთქო არიცის და ეს გოგო ატყობს ეს გაფუჭებული ხო არიცის არა უნდა უთხრათ ყველაფერი უნდა უთხრათ თეკლა შენ უნდა უთხრა მე რატო არა შენ უნდა უთხრა რომ ეს გოგო ისეთია არა მე რატო იმიტომ რომ შენ რო გადადიოდი პაატასთან საცხოვრებლად ლაშამ ხო გითხრა არგინა თეკლა არ გადახვიდე ეგ ბიჭი ცოტა ვერ არისო უსაქმურია შეუხედავი და უკნარავო ხო გითხრა არ უთქვამს ხო და ძალიან ცუდი თუ არ უთქვამს ხო და რა მნიშვნელობა აქვს იცი რა მოდი უნდა უთხრათ არა პაატა უნდა უთხრა შენ უნდა უთხრა ლაშას რომ არ მოიყვანოს ეგ გოგო ცოლად პაატა მისმენ პაატა მისმენ ერთი წუთი გისმენთ მაგრამ ეხა მე რაზე ვფიქრობ იცი რომ ვითომ ხო არაფერი მაგრამ ლაშა და ფრიდონი გამოდიან ნათესავები წარმოიქმნა რა აი მე ცოტა ვერ ამართლა ვერ ახარ შენ რა აი მე დედა ვაიმე
უკაცრავად წეღან ვერ მოგესალმეთ. როგორ ახართ მოძოლებო? კარგად. ელენემ გითხრათ ცოლი მოყავსო და ეს ის გოგოა? ხო, ის გოგოა, ხო, კარგი გოგოა. მე რა ვიცი, ფრიდონს კითხოს. რა იყო რა, არ მოგეწონათ? აი, როგორ გითხრათ, ლაშა, აი. მე მგონი ცხვირი აქვს გაკეთებული. ხო, არ ვიცი. კი, ნამდვილად გაკეთებული აქვს. კი, ნამდვილად ცხვირია გაკეთებული ყურისგან, კი. ამოხდა მე ცხვირი თუ გაკეთებული რა. შენ 4 ცოლი ყავდა და ჩემგან არ გესწავლება, მაგრამ საერთოდ ოჯახის შექმნა ძალიან სერიოზული თემაა, ლაშა. იცი რა, სანამ ცოლს მოიყვანს და კარგად დაფიქრდე და გადაწყვეტ. თორემ ისეთენი ხდება. რა ხდება? რადა ჩემო ლაშა, ჩემ ახლობელს თავისმა ცოლმა უღალატა მეგზობელთან. გესმის, აი ახლა ხანს გავიგე. პატა, შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ და მითხარი რა ქვია იმ კაცს ვისი ცოლის მეგზობელთან ღალატავს. რა ქვია კი რა გვარია იმასაც გეტყვი თუ დამასტია. უკაცრავად ხელებს გადავიბან და მოვალ ახლა ხო? კიდე შემეშა. დედას უგამოვაშტერა იმ გოგო. ხო, ატა მოვისმინე. შენ დაელაპარაკო ლაშას როგორც კაცი კაცს. მეგობარი ხარ დაგიჯეი. შენ პატა შენ კარგი. ლაშა, ის ერთი წუთი შენთან ის სალაპარაკო მაქვს თუ შეიძლება, ხო? კი, მოდი. ლაშა, თვალები მკივა აქეთ. აქ რაღაც სტუდიაურაა და აქციაა და მოდი აქეთ იყო საბაერთი, მოდი აქეთ გეტყვი, აქ კარგი ვარიანტია, ხო? რა ვიცი. ლაშა, ჩვენ ხო მეგობრები ვართ, ხო? კი. ხო და რაღაცას გეტყვი და ოღონდ ერთი პირობით, ხო? კი, რა პირობით? მომისმინე ხე, შენ ხო იცი მე რომ ღვიძლი მტკივა გაიგე? ხო და მუცელში არ დამატყა სახეში მიტყაპუნე თუ რამეა გაიგე? რა? აი მე გადამრეს ეს ბიჭი, ლაშა, ერთი წუთით მოდი აქ ჩემთან. მოდი, ამავე. აქციო აქ ცუდია ურა ყოფილა და ეს თვალებს მტკენს და აქეთ მოვიდე მე. ხო, მოდი აქ. ლაშა. დიახ. შენ ეს უნდა იცოდე. რა? ის გოგო შენი საცოლე დღეს ფრიდონთან იყო ოთახში. ხო, რა მოხდა მე? ფრიდონთან იყო ოთახში. ვიცი რომ ოთახში იყო. რა? კარგი, ქალბატონო, ნუ გადაანებე თავი ახლა. საცოლეა და იცის ვისთან როდისა და რანაირად და როგორ დადეს. ვიცის ადამიანმა და მორჩა. ვა. მომისმინე შენ ერთი წუთი ახლა. აქციო აქ სუდიაურა აქტუალები მტკივა გამოდი აქე და ვაიმე ლაშა შენ თუ ხვდები რა ხდება ახლა საერთოდ. ვაიმე ლაშა შენ ხვდები ახლა რა ხდება საერთოდ. არა, რაღაც გაუგებრობაა ნამდვილად. რა გაუგებრობაა? ვაიმე. რა ვიცი რა გადაგიკეთებია ხო სა? ახლა საბაზარ უნდა შემოვედი მე? შევედულება დატრიალდება. საქმე მაქვს შენთან ხო დღეს ნია იყო ჩემს სახლში. ხო, ვიცი ხო და ეს დარჩა და მიეცია. აყვამდეს. ჩემია ეს. ვაიმე ხალხო რა ხდება? ვაიმე ხო გეუბნები ჯადუა მეთქე ამ კორპუსში გავასწროთ აქე და გავიდეთ აქე და. ლაშა, ქვემოთ ჩავალ და ამოვალ, ხო? ნუნუს ნემსი უნდა გაუკეთო და წნევა გაუზომო. არა ლაშა, მე მომატყუე, კარგი, მომატყუე. ნუნუს რაღაც ერჩოდი, გამაგებინე, ისე ინერვიულა კინაღამ ინსულტი დაემართა. ნიამ სოდიანი რაღაც აჭამა ლაშასო და მთელ სადარბაზოში ყვიროდა. და ცოლად მოყავსო. ხო, რა ვიცი ხლა, რა ჩემი ბრალი ელენე, მე რა ვიცოდე. არა, ისე კარგია, რა გინდა ესე, თუ ესე იგი განიცადა, ესე იგი მართლა ძალიან უყვარ ვარ. ხო, კიდე ჩავალ ბოდის მოუხდი რა. კარგი. აბაზარაში გადმოაწვინეს, ნუნუ?
კარგი იყო დედას გეფიცები. ლაშა, სხვათა შორის ეს იყო ბოლოს შემთხვევა, როცა ამ სახლში შენი მეგობარი გოგონა ამოიყვანა. კაი, ლაშა, კიდევ ერთხელ ესეთი რამე თუ განმეორდება, იცი რას ვიზავ? ხმას აღარ გაგცემ. არა, ელენე, ხო გითხარი, აღარ განმეორდება ასეთი რაღაც მეთქი. სიტყვა. კარგი. ხო. ალო. თინიკო ლაშა ვარ. ხო, შენი დელფინი. ხო, კი, მომისმინე, თინიკო, ხვალ ჩვენ ჩემთან ვერ შევხვდებით. ხო, არა, ხო გითხარი ადრე ვუკრავ მეთქი, ხო. ხო და გუშინ ვიყიდე როიალი. ხვალ უნდა მომიტანონ მუშებმა, ასე რომ მოდი რა ვქნათ, იცი, კონსერვატორიასთან შევხვდეთ და შენთან ავიდეთ. ხო. კარგი. კარგად. დროებით. აბა, როგორ მოგვეწონათ ახალი კაფეტერია, ბატონო პროფესორო? კარგია, გაცილებით უარესველოდი. აი, ეს ხანწი სიმბოლურად კაფეტერიას ჩემგან. აიმე ძალიან მამაზია, ძალიან. დიდი მადლობა, თან მოუხდება აქავრობას. ხო, ძალიან. ეს კაპუჩინოსთვის გვინდოდა რაღაც. ხო და კაპუჩინოსთვის. სიამოვნებით მივრთმევდი, მაგრამ ხვალ გადაღებაზე მეჩქარება. და მე რა კარგია რომ ყველა ძალიან კმაყოფილი წავიდა აქედან არა. ხო. ყველა კმაყოფილი წავიდა. ემზარი კმაყოფილი წაიღეს. აბა კიდევ ერთხელ გაუმარჯოს ჩვენს. გაუმარჯოს. იმედი ახლა აღარ გადაწვავთ. რა კარგია, არა. მართლა დავრჩებოდი, მაგრამ ხვალ გადაღებაზე მეჩქარება. ხო და აი, ხვალ რომ წავიდები იმ გადაღებაში რაღაც კვამლი არის. ვაიმე, რა ხარ? ვაიმე. გუცადე, ვაიმე დედა, ვაიმე. კარგით რა. მოგატყუეთ, ხო? ხო, მიყვარს ჯანსაღი უმორი. პატა რატო არ არის? პატა, კვერცხებს მიუწვა აძინებდა და ეთყობა ჩაეძინა. ვაიმე, გსაცოდავედეთ. ლაშა, ბევრი დაგეხარჯათ ამის გაკეთებაში. საკმაოდ. როგორ ფიქრობ, ამოიღებთ? აბარა. დედა. დავედოთ ახალი კაფეტერია, ახალი ავეჯი, ახალი ჭურჭელი, ახალი ყველაფერი და რამდენ თანხაში გადავალეთ, აბა ძალიან ბევრი, ხო? ლაშიკო, 200-300 ლარი რომ მომიმეტოთ, ალბათ არ საგახირებთ, არც დაგაქცევთ მე ხელფასი. არა, მართლა კარგია, მართლა მომწონს, აი, ძალიან მომწონს, აი. ხვალ გადაღებაზე რომ არ მეჩქარებოდეს, ხო? გაინტერესებთ რა გადაღებაა? ისიც სერიალში მიღებენ. მე მთავარი გმირი ვარ. ალბათ ისიც გაინტერესებთ, როდის გავა ეთერში. გაგახარებთ. მალე. ისიც აი ამ კეისში ფული დევს. ძალიან ბევრი, მართალია ეს ყალბი კუპიურებია. სერიალისთვის დავჭირთ ეხლა აქ რომ ნამდვილი ფული იყოს. უცრავად მე გავალ, ხო? წადი შვილო, წადი.
ვიფიქრებ რა უდედოდ გაზდა ვინას თქვა შვილისა იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარე და ტირისა წავიდე მეც იქ მივიდე სამძიმა უთხრა შვილისა დედა ეს დედაი რას ნიშნავს დედას დედა და დედა რაღაც ნიშნავს ნიკა სულ ამერია ნიკა მიდი ის დედალი ემანდ რომ დაგისხი და ყველაფერი დაგილაგდება არ მინდა რძე ვეფხი და მოყმე სწავლობ აი მოყმე რა არის დაწერა ახალგაზრდა ბიჭი დედა მომისმინე ნახე რანაირად იწყება მოდი აი ნახე რანაირად იწყება მოყმე მარ პირში შველამან შიბნ გაიარანა კლდისანი მოინადირნა დალახნა ბილიკნი ჭიუხვისანი ამ რაინაზე წერია ასე სად უნდა ვილაპარაკო ნიკა დედიკო ისწავლე და დამიჯერე გამოგადგება შემახდის კლდის თავზე და ხორანი ჯიხვებისანი სარია სტუმარ გვაწვია კარი გაუღე დედაი აი გაუღე შემოდი სოფი როგორ ხარ 10 საათია დიეტაზე ვარ 10 საათი არაფერი არ მიჭამია ყველანი მეზიზღებით ნიკა საყვარელო როგორ ხარ ჭიუხვად ვეფხი და მოყმე სწავლობს და არ მოსწონს ვაიმე ეს ის არის დედის ერთა ბიჭი რო არის ვაიმე სკოლაში როგორ შეყვარებული ვიყავი მაგ ტიპს სოფი მახსოვს ხოთა შორის ძალიან დიდხანს ვერ გეუბნებოდით ვეფხმა რომ მოკლა სოფი ყავა დავლიოთ არა ელენე დილიდან ვიყავი ჯერ სალონში მერე სოლარიუმში მერე მანქანა გავრეცხე და მერე ვიფიქრე იქნებ ელენესთან ავიდე ყავა დამალევინოს თქო რა ახლავე უშაქრო რა სოფი შენ ჩათიდან რა ხმა ისმის არაფერი არ უი კნუტი ხო გუში მეზოში მეზობლების კვერცხები შეჭამა და აგდებდნენ და შემეცოდა და ჩავს ჩანთაში ნიკას მოუყვანე აი სოფი ამოიყვანე არ გაიგუდოს ვაიმე რა საყარელია რაღაცა ქნა აჰა ნიკა მადლობა სოფია ურა საყარელია დავიტოვებ რა გთხოვ არა ნიკა გამორიცხულია შეხედე როგორი საწყალია მარტო ქუჩაში მშიერი ნახე როგორი თვალებით გიყურებს კარგი რა სოფი შეხედე რამდენი ბეწვია კაც სახლში როგორ დავტოვო კაი ნიკა მომეც და გადავიდე აუ არ გადავაგდო ცოდო ნახე რა საყვარელია რა გთხოვ დავიტოვოთ პლიზ პაჟალსტა გემუდარებ დედის გული და ჯანდაბა მე ხო კარგი დაიტოვე ვაიმე და რა საყვარელია ნისა გოგვა თუ ბიჭი ნახე აუ არ გუზდელობა არ მინდა და რატო კნავის ნიკა შია ალბათ აბა მთელი ღამე ჩანთაში იყო მართლა შია ძე დაუსხათ ნიკა არა ძეშა ყველას ძეს თავაზობ არა მე ძეხს ვაჭმევ ძეხვი მართალია ძეხვი კი წავედი კნუტო ნიკა მოდი ახლა კნუტო ნიკა ხო კნუტი მაინც ვერ შეჭამს ამდენ ძეხს და მე შევჭამ შეიძლება უყნით ისე რომ ელენე ვერ კი ჭამ და ის რატო არ გინდოდა ეს რომ დაგვეტოვა ნახე რა საყვარელია ნიკა იმიტომ რომ ხო ვიცი მე უნდა წმინდა მაგის ხო იცი რაც არა რატო მოდი ნახე მოეფერე როგორი საყვარელია ოღონდ თქვენ ფეხი არ ჩადგა ნიკა რა გინდა მე ხო არ მიქნი მეზობლებო
რა იყო პატა რა ხდება? რა ხდება კიდე მოხდა უკვე მოსახდენი რაც იყო კატა ის კვერცხი შემიჭახა ბატონო პროფესორო რა ვკრა აღარ ვიცი ჩემი კვერცხი ვაიმე მე მგონა კიდე თეკლატუდებოდა და იმიტომ ამოვირბია კარგი ბატონო პროფესორო რა თეკლატი რა მოხდა რა ხდება კატამ შემიჭამა ერთი კვერცხი ჩემი კვერცხი შეჭამა კატამ არა ჩიტის კვერცხებზე ლაპარაკობს ვაიმე დავიღუპე დავიღუპე აღარ შეიძლება არ ვიცი რა გავიხსნა უკვე გული რა დავიღუპე ჩემი კვერცხი ჩემი სპაცხალი კვერცხი როგორ შემიჭამა დაპალმა იმან როგორ შემიჭამა კატა იყო აქ შემოსული კატა იყო ხო ეს სამზარეულოსთან მივედი ერთი წუთით მივედი მეტი კი არა კვერცხს წავდი და მოიხედე ბუდესთან იყო და რაღაცა კნუტი და კვერცხი ჭამდა აღარ შემიძლია დავიღუპე ჩემი კვერცხი რა ვქნა მე კატა მე რა მე ამოვარყი წიხლი და დავიღუპე და გადავარდა დამინახა გაქცეოდოდა მაგრამ მოვასწავარდი და ალბათ ქვევი გდი არ ვიცი აიმიდან გადავარდა მე რა ვიცი რა მე პატა აიმიდან გადავარდა ხო აიმიდან გადავარდა ხო აიმე ნიკა რა ნიკა კი რა კატა რა კატა კვერცხი კაცო კვერცხი ჩემი კვერცხი რა კვერცხი რა ნიკა რა კატა კვერცხი ჩემი კვერცხი წამოდი გადავიხედო მე რამდენი საფრთხეზე ვარ მეხუთე უფ წადი შენ თვითონ გადაიხი საფი მარტო ვერ გადავიხედები წამოდი ჩემი კვერცხი ეს რა დამემართა ბატონო პროფესორო ეს რა დამემართა მე მეკითხები? ხო რა ვიცი ხო თქვენ გეკითხებით ხო რა ვიცი აღარ ვიცი პატამ კვერცხი შეგიჭამა კარგი ნუ გამახსენებ თეკლა რომ მოვა იმას რა უთხრე არ ვიცი ეხლა იმაზე მე ვიულობ ცალკე ჩემ და კატამ კვერცხი შემიჭამა კარგი ხა ბატონო პროფესორო კარგი რატომ აგიჟებთ ვერ გავიგე რატომ აგიჟებთ ჩემი კვერცხი როგორ გული დამწყდა ბატონო პროფესორო არის თუ თქვენ ისე ახლოს თორე თქვენს გული დაგწყდებოდათ რა გავაკეთო ეხლა ჩემი კვერცხი ჰა ეს როგორ შემიჭამა კატამ ჩემი საფი ნიკას კატა იყო იცი რა მე მგონი ცოცხალი იყო ფართხალებდა სოფია ფართხალებდა ყვავები ძიძგნიდნენ და ისინი ფართხალებდნენ პატა ბატონო ვისი კატა იყო მე რა ვიცი ელენე ვისი კატა იყო ვიღაცამ შემომიგზავნა ალბათ მე რა ვიცი ვიღაცა შეშურდა ალბათ ჩემი და ჩემი კვერცხების ბედნიერება და შემომიგზავნა კატა მე რა ვიცი ისე იქნებოდა უფრო შემოსული რა ვის უნდა შეშურებოდა შენი კვერცხები არ ვიცი ხა ისე გავლით იყო თუ როგორ იყო მაგრამ ფაქტია რომ ესე მოვიდა და კვერცხი შემიჭამა ჩემი კვერცხი ჩემი საცოდავი კვერცხი კარგი პატა დამშვიდდი ასე ნუ განიცდი რა დაგემართა კაცო აიყვანე თავი ხელში მეორე და მესამე კვერცხები გასაზრდელი აბა გასიტყვიან ახლა ისინი გაიყვანეთ მართლა ის მეორე და მესამე არ ჩვენოთ ჩემი ნერვიულობა თორე გაიზრდებიან ნერვოზიანები და ისინი გაიყვანეთ უანახებ ჩემ ნერვიულობას არ მინდა ცოტა ჩონმა თითირეთ რომ გაიღვიძება მე ეს მეორეს მოკვდება ის დარჩება მარტო ეგოისტი გახდება და ეს რა დღეში ჩავარდი რა არის ვერ გავიდი ახლა ეს რა გატირებს ელენე თეკლა მეწოდება ამის ხელში კარგი პატა დამშვიდდი ჩემი კვერცხი რა დამავშვიდი კარგი ზომი პატა კატა ჩემი კვერცხი რა დროს კატაა კვერცხი ტანჯარა მეოთხე მაგიდან უკვე მეორეჯერ მიმიყვანა რა არიან მორიდება გქონდეთ თან რაღაცა რა ვიცი ერთი კაცო რა ამ ხელა ქალს მარბენირებენ წინ და უკან 66 აჰა ესე იგი ლაშა ყველაფერი კარგად არის დაკეტვამდე 67 ადამიანი თუ შემოვა მაშინ გავალთ მოგებას მოდი ახლა ჯერ ჩვენ ამ 6 ადამიანს მივხედოთ აი გამომოთ მეორე მაგიდეს მიუტანეთ აი მინდა თეკლა მოდი შემიუტანე და მე ფილოლოგიური მაგ დამთავრებული და არ შემეშლება მოდი მოვიდა ელი ანგარიში ინევეთ მირთვით ისა უკაცრავად ეს თქვენი ხომ არ არის არა თქვენი ხომ არ არის უკაცრავად არა აი მე ლაშა მე მგონი ვიღაცას დარჩა რა არის ნეტა გაანებე თავი გაანებე მოვა და მოაკითხავს პატრონი არ ნახო არ დახსნა ხო აბა რა აი ხო რა გახურებს ამ ხელა ქალს რა
უძველობადებს რამე? შენ რა გაყვირებს? ხელი მომყვა. ჩუბათ. არის, ესე იგი რა უნდა ამდენ ფულს აქ? ჩვენი მარ გაიგოს რა ქვია. ვაიმე, ნეტავისი ფულია, ვაიმე ძალიან ამნერვია. ვაიმე, მზარს დარჩება მეცი აუტანს. კარგი, ხო არ გაჭრიან უგაჭრა ხო, კარგი. მაინც მე უნდა მომცეთ, ჩემი ინდირას მოუკვდეს და არც კაბა აქვს, არც სტუფლები ზამთრისთვის და უყიდიდი. ეხლა ესე არ გამოვა ეს ყველაფერი. რატო? არა, ნუ დედა, ესე არ შეიძლება. ეს ფული ერთისთვის ძალიან ბევრია. ორად გავყოთ. არ გამოვა ეხლა ეს ჩვენ ამას გამოუჩნდება პატრონი ყავს, უნდა დაველოდოთ, მოვა და წაიღებს. ნუ თუ არ მოვა, მე გავყოთ ორად. სამად. ანუ ასე იგი ველოდებით. კარგი, ველოდებით. არ მოვიდა. რა ქვია არ მოვიდა? მოვა, საწავა აბა. აბა ამ ხელა ფულს დატოვებ და ესე მოვა, დაველოდოთ და მოვა. არ მოვიდა, ნუ მოვიდა თავის თავს დააბრალოს. ვაიმე, რამდენია? რამდენია? ისა ვიკეტებით თქვენი ყველას გადახდილია, შეგიძლიათ წამბდანდეთ. გადახდებოდეთ, ნახვამდის. გადახდილი არის ნერვიულად. ნახვამდის. გადაგზანდებოდეთ. ვიკეტებით. გადაგზანდებოდეთ. გადახდილია, თქვენიც გადახდილია, ნუ ნერვიულად. ვაიმე, გოგონი 20 ლარი დარჩა თქვენ მომეცნე გადახდილი. აი, საწყალი ნიკას კატა. სოფიქშია. იცი რა, კარგი ვქენით რომ ჩავედით და ვნახეთ გაფრთხილებული კატა. საჭმელს საერთოდ ვეღარ უყურებ და დიეტაზეც ადვილად დავიცე. სოფი ნიკაზე ძალიან ნერვიულობს. სკოლიდან რომ მოვა, რა უთხრა, საწავიდა კნუტი. და პირდაპირ უთხრა რომ კვერცხები შეჭამა და ღირსი იყო რომ მომკვდარიყო. გაგიჟდი სოფი, დღეს დილით ლაშას და ნიკას კვერცხი შეუწვი. და ქვემოთ რო კნუტი იყო ის რომ მოიყვან თვითონ გაარჩევს? მოიცავთ რომელი თავზე თეთრი ბეწვი რო ქონდა, ტანზე საერთოდ რო არ ქონდა, ცალი თვალი რო ქონდა და უკანა ფეხებით რომ ვერ დადიოდა და მიწაზე რომ დაათრევდა ის ძაღლი, ხო? ძაღლი იყო, ხო? საწყალი ძაღლი. აი მე სოფი ნიკა, სოფი მომეხმარე რომ რამე მოვიფიქრო. კი, აბარა. სოფი ბახერ. რამე მემძინა სოფი. მოვიდე. ისა, ზაზე რო გადავდიოდი, ფეხი მე მგონი ტალახში ჩავდი და მე გაწმინდე რა. ვაი მე ვინი? ფისო. ვინიცის თავისივე გაფრთხილებულ კატაში ჩადგა ფეხი რა არის ეს ბედია. კნუტი სად არის? ნიკა, შენ ჯერ მითხარი რამდენი ქულა მიიღეს სკოლაში და მე მეგეთყვი ხარ თუ არა კნუტის ღირსი. 10 ქულა მიიღე ქართულში. კარგი რა გაგამწარა შვილო რა რაუბედურება მაინდამეს დღეს მიიღეს 10 ქულა. ვეფხი და მოყმე ჩავაბულბულე. ხო. ქუშას წითლა და მიღება სისხლიზე ჩამომდინარე, აი. ვაიმე გაფრთხილებული კნუტი. ფისო. სად არის კნუტი? ნიკა სადმე აქ იქნება? მიდი იქით მოძებნე, ხო? აბა. ფისო. აი, ხო ხედავ ნიკა სადღაც აქ არის. აი ესე სწრაფად ვერ დავინახეთ ხერ მომესწრე. კარგით რა, რატომ ატყობთ ახლა? თქვენ მგონია ვერ ვარჩევ დედის და კნუტის ხმას. სოფი შენ მოიყვანე და შენ თქვი. მე მოვიყვანე და მე ვეთქვი. ეზოშია ნიკა. რა უნდა ეზოში გაიქცევა? არ გაიქცევა. რატომ დავიღია? არა ნიკა, დაბმული არა, დამაგრებულია. კარგით რა, ეზოში მარტო რატო გაუშვით? დაიკარგება. არა ნიკა, სად დაიკარგება? მოვა სად წავა? მოვა. აი მაშინ კარს ღირს და ოპოდერტო შემოვიდეს. არა ნიკა, არ არის საჭირო. რომ მოვა, ღრიჭო და შემოვა. ჯანდაბა ჩემთას მისულიყავ პირველი ხომ მე ვნახავდი და დავრედი ნუ რა ჩამსაბა და მე. მაშა რამდენია?
რამდენია და 4 მანქანა, 2 ბინა, 3 აგარაკი, 12 კილო ხორცი. ეგრე ნუ მიყურებ აგონიაში ვარ. ცოტა თვაშა. ვაიმე ნახევარი მილიონია. და დაწყევლილი დღე მაქვს, დავაწყევლილი დღე დღეს. რატო კაცო, რატო? იცი რა, ნახევარი მილიონი სამად ვერ გაიყოფა. იცი რა, ლაშა და მოდი, ებზარ დაუძახები და 4-ად გავყოთ. არა, სამად გავყოთ. თითოს შეგხვდება 160,000, რჩება 20,000 და ეს 20,000 ესე დავტოვოთ გვალად იყოს. აი, მე ებზარს მივცეთ და გაგიჟდება სიხარულისგან და მერე დავცინოთ. სულ არა გაქვთ იუმორის გრძნობა რა. ხო, არა, უშავს 20,000 კაფეტერიის განვითარებას მოვახმაროთ. მართალი. აი, მართალი ხდება. რა არის ეს ბონუსები და პრემიები დავარიგოთ. თქვენ რა გქინდათ? ერთ წამში 160,000-ის მფლობელი გახდით და მე მომეცით ჩემინდირას კაბას. ხო, ვიცით, არაფერი არ აქვს. ზამთრისთვის დედა მოუკვდეს. აი, ეს ძალიან ამნერვიულდი მეშინია, რაღაცა მიჭირს აღება. აი, არა იყო შვილო, არა იყო. ხომ გაგიგია, რისიც გეშინოდეს იმას ერიდეო, წადი სახში დაისვენე, წადი. ორი დაკითლაშებეთაში, რა ცუდია. არა ისე თეკლა მართალია. მართალია ვერ. რა ვერ? ვერ ავიღებთ ამას. პოლიციას გამოუძახოთ და აი მე დედას მეცადა გავგიჟდები ახლა და მოვა პოლიცია და სულ საგვარდმოს არა მე ამას ვერ გავუძლებ. არა მე დაურეკავ და გამოვიდა. არა მე დაურეკავ. 83-ია ხო პოლიცია? რეკავ. ალო? პოლიცია, იცით რა, მობრძანდით მე შვილის 27-ში, ბევრი ფული ვიპოვეთ და გთხოვთ მობრძანდეთ და გაარკვიოთ ვისია. არა მეთქი, ოხენს რამდენი დაგილევია პეშენას ლისატრიალებს. ხო, კარგით. ჭანდაბას დავიტოვოთ ეს 9 მილიონი. ვაიმე. ვაი. კარგით, ახლა სადმე ზის კუთხეში მოწყენილი მშიერი და შეშინებული თვალებით ველოდება. არა, ნიკა, არ ინერვიულო, კარგად არის შენიკნუტი, არც მშიერი არ არის, არც შეშინებული თვალები არ აქვს, არც შია, მოკვდა. გაიგე, ხარ რაც გითხარი? აუ, ჩემი კნუტი მოკვდა. აუ, რა მოვიდა? პატას კვერცხები შეჭამა. და მოიწამა და მოკვდა? არა, მე პატამ ეს რო გაიგო ამოარტყა პანღური, ის გადავარდა აივნიდან და მოკვდა? არა, მე მეზობლის თოკებს ჩამოეკიდა, მე გაეშვა, ეთყობა კლანჭები ჩამოვარდა, ასვალის დაეფერთხა და მოკვდა. არა, მე დიდი სატვირთო მანქანა მოვიდა. გადავარდა. და მოკვდა? არა. მერე ყავები დაესინენ კორტნიდან და მოკვდა. ნიკა. საწყალი კნუტი ხა ზეციდან მიყურე? ნიკა, ზეციდან თორა ასფალტიდან მაინც ამ. ნიკა, დედიკო, დაწყნართი და არ ინერვიულოსა. მე შენ ახალ ლექს გიყიდი. არ მინდა ლეკო, მე ჩემი კნუტი მინდა. ისადე, როცა ეხლა მე აფექტის მდგომარეობაში ვარ და მე ლექზე დავილაპარაკოთ. წავედი მე ხა ჩემ ოთახში და ვიტირე. რა სოფი, რა ცოტა მოკლედ ვერ მოყევიყო, ხედავ როგორ განიცდის ბავშვი. დე, აიპადის დამტენი სადდევს. ძალიან განიცდის კი. ვეცეკვები მილიონერს. მილიონერს არა, ნუნუ ბიჭოლა, 160,000-იანებს. რასაც მინდა იმას ვიზამ. აბარა შვილო საზღვარგარეთ წახვალ დაისვენებ. მერე გაიცნობ კარგ ბიჭს გათხოვდები. პატა? რა პატა საშორდები? მოიცა, პატას რატომ გადავშორდე? მე მეგონა ბირის გულისთვის იყავი მაგასთან.
კარგი, მე და პაატა ახალ ბინას ვიყიდით. ხო, თეკლა ახალ ბინას იყიდით, ჩვენ და პაატა ეს ძველი ბინა კვერცხებზე გადააფორმეთ. უფრო დიდი ბუდე ექნებათ კვერცხებს. თეკლა შვილობთრინათ უნდა ხარჯავ იმ ფულს საზღვარგარეთ წაიყვანე პაატაც. წავალთ ყველაფერს დავათვალიერებთ. შენ კარგად ვერ გამიგე. სამკურნალოდ წაიყვანე. ხო, არცი. ესა თეკლა 500 ლარს ხო ვერ მასესხებ. მეხუმრები ხო? არა, პორშეს კუპეზე მაყდება ფული და. ჯიპს მომიყვანენ მალეო? არა, ეგ მომიყვანენ, მაგრამ მეორე მანქანაც ხო მინდა. რა სისულელეებში ხარჯავთ ფულს? მათ ხო ვერ წოც რა, მათ ხო ეკარგატორი. ესე იგი ლაშა, ვიყიდი 60 კილო ტყემალს, გავაკეთებ. 40 კილო ლეღვის მურაბას უყვარს ემზარს ლეღვის მურაბა. 45 იყიდეთ მაშინ. კი ბატონო 45 იყოს. მჟავე კიტრი არ ჩავდო. უნდა ჩადოთ თელი ზამთარი წინა. აბა რა, ესე იგი ეს გამოვიდა 172 ლარი. გესმის შენ, ესე იგი ფულს ძალა არ აქვს რა. რამდენს გავახარებ? აბა, მეც რამდენს გავახარებ საჩუქრები? რამდენს გაუხეთქავ გულს, რომ მეუბნებიან, შენი ქმარი ის არისო უსაქმური და ლოთიო. ხო მართლა ეს დავრეკო ემზარს. ემზარ, შენთვის სურპრიზი მაქვს. შედი საძინებელში. კარგი ერთი რას ბოდიალობ. ესე იგი ლეიბის მარჯვენა კუთხეში ორ კაველზე გახიე, ამოიღე იქიდან 25 ლარი და შენი იყოს. კარგი, ხლა ნუ გაგიჟდი, ნუ ხტუნაობ საწოლზე ჩატყდება. კარგი. რა ემოციურია ჩემი ემზარიკო. რაიმე, იცით რას ვიზამ? არა, მაგაზე ფული არ მეყოფა. მაშინ ავდგები და არა, მაგაზეც არ მეყოფა. მაშინ იმას ვიყიდი. რას? არა, მაგაზეც არ მეყოფა, რა ცუდია, ფულს ვერ ხარჯავდი. ლაშა, ეხლა მივხვდი გუშინ წინის წინ სიზმარში ვნახე, ვითომ შემწვარი თევზი მეჭირა ხელში და ვიქნებდი. ხან მარჯვენა მხარეს შემოვიტყავდი, ხან მარცხენა მხარეს. დედა, როგორ ვერ მივხვდი თურმე ეს იმას ნიშნავს, რომ 160,000 ვიპოვიდი. დედა, ბერდები, ნუნუ ბერდები. შენ ეხლა ჯიპი მოვა, შენი ჯიპი ლაშა რა მაგარია. მართლა? ხო, ჩემ ახალ ჯიპს მომიყვან. რა მაგარი ახალი მანქანა, ახალი იმიჯი, ახალი ტელეფონი. უი, ახალი ტელეფონი. ახალი ტელეფონი. ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი. უი, ახალი ესა მე შენ ტელეფონი მომეცი, რომ ახალი ტელეფონი შევუყვეთო. ამი ბეჭით ხოთ ბავშვებო, სტურლებს ნუ ეტყვით რა რაც მოხდა აქ, რა იცი, 800 ლარი მართებს და მე მეტყვენ დაგვიბრუნეო. თვითა 8 წელია მართებს და მაინც ახსოვთ, წარმოგიდგენია რა წუწურაქია ზოგი რა. ის ნუნდე და ეხლა ვიფიქრე, ჯადო ხომ არ არის ამდენი ფული ესე უცებ რომ თქვენ მე ამ სისულელეების გჯერა შეკავი რა ჯადო რას. გამარჯობა. შაი, რა ხასიათი მოხდა რა? რა უნდა მოხდარიყო არაფერი ისეთ. რაზე შემოვედი ახლა? ძალიან მერიდება, იცი, ამდენი დახარჯეთ ამ ყველაფერში. 200 ლარი არა გაქვთ? ვაიმე, საიდან გვაქვს ვესტელი არავინ არ შემოსულა. ისა, ბატონო ფრიდონ, 200 ლარი კი არა 2000 მოგცემ თუ გინდათ, არ არის პრობლემა. გაგახარებს შენ ღმერთი ჩემო ლაშე. ახლა რაზე მჭირდება? არ გაინტერესებს თქვენ? შემოდნით, ფული დავკარგე. ფული რა, ახლა რეკვიზიტი იყო, ყალბი ფული იყო, დავაბეჭდნიეთ სერიალისთვის. დავკარგე ეს ყალბი ფული. ხო, რას ფიქრობ, ახლა იცი რა, ვიღაცა ხო იპოვიდა იმას და იპოვიდა და მართალი მობეკოლოსი საცოდავი. ფული რა მოხდა რა? ვაი ფული ვაი ნახევარი მინი ბევრი ფული ერთი ჩემოდანი ფული გაჩუნდი რა იყო რა მოხდა? წყალი დამისხით რა მოხდა რა? რა მოხდა და ჯანდაბა შენ თაშე რომ გაგიხმეს ეგ რა მე რომ დამიგრე
ეს ოსნებები. წაიღე ახლა ეს მომიტანე ფული საიდანაც კიდე ვიფიქრე ფრიდოს უყიდი საჩუქრებს მეთქი და ახლა ნახავრასაც გიყიდი შე უნამუსო. ისა ლაშა ხელფასამდე ის 2000 რომ არა თუმცა საიდან ახლა ამდენი ხარჯი გქონდა თქვენ და კარგად იყავით ესა ხო არ იცი თქვენ ვინმე იაფად ეკრანებს რო აკეთებდეს ა ალო დიახ ჯიპი მოიყვანეთ ლაშა ტორონჯაძე გარდაიცვალა იზიარები რა ვისაც ჩემი ვალი ქონდა ყველას დაურეკე და უთხარი არ მინდა გჩუქნით მეტი დავურეკავ ხო და ყველას ვეტყვი რომ მაგარი მთვრალი ვიყავით ხო ლაშა მომისმენ ესე მთვრალი ვარ ალო აი მე მზარე ახლა თუ ის 25 ლარი დახარჯული გაქვს ხელებს მოკა იქ მე ვიცი რისი ბრალიც არის ეს მომდი ვიცი ეთქობა იმ სიზმარში კარგად ვერ იქნევდით იმ თევს ვაიმე ეს რა დამემართა თეკლა ერთი წუთით მოვადუნე ყურადღება ერთი წუთით სამზარეულოსთან მოვედი აქ და კარგი კვერცხს უწვავდი ფასობაში მოვტრი უყვართ ბატონო პროფესორო უყვართ ხო კვერცხებს კი არ უყვართ მე რომ ჭამე ვისყურება უყვართ კვერცხებს კაცო რა გჭირ თქვენ ვერ გავიქი აი ესეთი უბედურება ეს რა უბედურება დამემართა არ ვიცი კარგი დაწყნარდი პატა. დავწყნარდი კი ძირფასო კი მშვიდადია კი. ხო, უნდა გაძლიერდე პატა, დანარჩენ კვერცხებზე უნდა იფიქრო. მართალი ხარ თეკლა. კვერცხო! სადარბაზოს კარი გამოკეტო, ხო? რა თეკლა რას ქვია გამოკეტო? იქნებ ხალხს უნდა მოსვლა რას ლაპარაკო, რას ქვია გამოკეტო? ხალხია მოსასვლელი, დილით ჩიტები იყვნენ მოსული მერე ტრედები მოვიდნენ, იმდენი ცრემლი დაღვარეს, რას ლაპარაკო? ცრემლი არ იყო პატა. ბატონო? ცრემლი არ იყო ეგა. აიც ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია, კვერცხო! ერთი წუთით მოვადუნე, ერთი წუთით მოვადუნე. და იქ ხო მოყევი უკვე. მაშინ შეთქვი რა მე თეკლა. მე რა ვთქვა? არ ვიცი, მაშინ მე ვიტყვი ისე. ერთი წუთით მოვადუნე. მე ვიტყვი, მე ნეტავი მკატას იმ კვერცხის მაგირად მე შევეჭამე. ვაი, კვერცხო. ემოციური ხარ, მადლობა. ეხლა მითხე ელენემ კაცო გავგიჟდე შემოვარდი გამისკდა გული კაცო აბა რა იქნებოდა ლაში რა იქნებოდა უცხო ხო არ ხარ ლაში შინაური ხარ უცხო ხო არ ხარ კვერცხო აი ჩემო თავუბედურა ესე მოვედი ლაშა ერთი წუთით საჭმელს კვერცხს უწავდი კვერცხებს და ეხლა რაღაც მინდა არც კვერცხი აღარ მინდა და მიწაჭამება და ფერაზე მართლა შეუბედუროში
ხედავ ლაშა, ხედავ რა საცოდავი ვარ, ხედავ რა საცოდავი ვარ. მართლა რა საცოდავი ხარ. ხო გახსოვს ლაშა, ჩემი კვერცხი ხო გახსოვს. ემახსოვრება ალბათ ჩემი კვერცხი, ჩემი საყვარელი კვერცხი. როგორ არ მახსოვს პაატა, როგორ არ მახსოვს კაცო, რას ლაპარაკობ, ისეთი იყო, რომ შეხედავდი ისე ზრდილობის განსახიერებას. ეტყობოდა რომ ოჯახში იყო გადადილი და არა ტოტზე. მართალი ხარ, ლაშა. მეზობლებმა გაიგეს უკვე, ჰა? გაიგეს მეზობლებმა. არ ვიცი პაატა, არ ვიცი, მაგრამ ელენე ხვალ გააკრავს ლიფტში განცხადებას. ფერაძეებს გარდაეცვალათ კვერცხი. პაატა, მე ლიფტიორთან დავრეკავ და ეს დღეები ლიფტი უფასოდ გვექნება. მე მადლობა კვერცხო. ემოციების ბრალია პავა. ესმის შემთხვევაში. არის ცხოვრება. არის ხა დღეს ხარ ხვალ კატა მოვა და შენ რომ მახსენდება იცი რა არის ყველაზე ესეთი გამორჩეული და ყველასგან განსხვავებული ჩემი საწყალი. ბატონო. სად გადაწყვიტეთ? რა არის ლაშა არ ვიცი ხა მე ვერ მივეკარე ხელი ვერ მოვკიდე და აგერ ელენემ ნაგვის ყუთში ჩააგდო და ეს გადამწა რაღაცა. კარგი, არა უშავს, კარგი. რა არის ლაშაი? რაღაცა მომენტებში არ მჯერა, ხვდები ჯერ ვერ გავათვიცნობიერე, ხვდები რომ შემოდიო რაღაც მომენტებში არ მჯერა. შენ ხო გახსოვს ლაშა ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული კვერცხი იყო ეს ჩემი. აბა, ჩემი საწყალი კვერცხი. როგორ არა. ბატონო, საინტერესოა, აღარაფერი ხდება და მოდით მე წავალ და თუ რამეში დაგშირდებით დამიძახეთ, ჰა? კარგი ბატონო პროფესორი. მე წამოვალ. ხო, პლეტით მოდი ახლა. დიდი მადლობა მეზობლებო, ლაშა დიდი მადლობა. არაფერს, მოდიში პაატა ცოტა ხანი გავალ მომშივდა რაღაც. იმდენი ილაპარაკა ამ კვერცხზე. წავალ ელენე ჯიპის გავაკეთებ. თეკლა, ხო იცი დღეს არა მაქვს ფული და მე მოგცემთ რა და მოიცა, კარგი ვაშა, გაგიჟდი ხა კვერცხზე უნდა დადო ფული. აი არა. კვერცხზე კი არა. წადი მართლა უმკურნალი ამას რაღაცა თქო. ყველაფერში კი არ ტყუის, ნუნუ. კვერცხო. აჰა. ხო, კარგი. კაი გავედინე. შენ რა გინდა? პაატასთან მოვედი. გითხრა ხო დედამ რომ ჩემი კატა იყო? კი მითხრა. მიფიქრე მივალთქო, რა ვიცი, იქნება კვერცხის დედა ჩემზე მწარე და ტირისა. არა უშავს ბავშვი ეგ არაფერი. ერთი კვერცხი მაინც გავზარდე კატებთან მეომარია, აბა. იცი რა ლამაზი კატა იყო? კი, ვიცი ბავშვი, როგორ არ ვიცი ეს ციხლი რო ამოვარტყი, აი სანამ მიფრინავ და დავინახე. ესე რო ტრიალებდა ესე ჩრდილ და მზეში გარდამავალი ფერები ულამაზეს, შენ არის ხო ჩემ კვერცხს ხო არ ყავდა ნანახი ხო? იმის დაძმა, ვაი მე რა საყვარელ როგორ გვანანიცი გაჭრილი ვაშლი თუ გაჭრილი კვერცხით როგორ ითქნება არ ვიცი. წავალ ახლა მოგიყვა გაჩვენებ ახლა. კარგი. თავი მეტკი ეს ცოტა ხანი მოვიხდი. მოვიყავ ახლა ვიჩერებ კვერცხებს. თეკლა გაყები რა, თავს რამე არა უტევ. ვაშან უნდა სცინი, მოიცა. და უნდა ვცინი და ვერ არის ეს კაცო, ვერ არის და ჰა. ის დაუძინიათ კვერცხებს. ხო და დავიშალოთ მეზობლებო ახლა გვიანი იმის ეს გამოვიფით ენერგია აღარ მაქვს.
ჭადრაკის ცხენს, თეთრს. თეკლა, რასაკეთებ თეკლა, ჰა? ტელევიზორს უყურებ. რა ტელევიზორს უყურებ? გაგიჟდი მომეცი ერთი წუთი. უთი მომეცი თეკლა 40 დღე არ გასულა ჯერ რასაკეთებ? და შენ არ იცი ეთყობა კვერცხებზე 40 დღე კი არა 40 წუთია. მართლა? კი. კვერცხს გეფიცე. ის რა გავიცოდი და 21-ზე მაგარი ფილმი იწყება. გადართე მემზე სუნძილას მოვიდან, კარგი? თეკლა შეხედე, ნახე ეს ქალი როგორ გავს ჭადრაკის შავ ცხენს, შეხედე. წავალ მზე სუნძილას მოვიდან.